მოგესალმებით ჩემიძრიფესებო. ეს არის არქიტარის მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, როგორი იქნება სასწორებისთვის ნოემბრის თვე. ნოემბრის თვე სასწორებისთვის. რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გტოვებს? ძირითადი საკითხი არის ჯანმრთელობა, ფინანსები და პირადი ურთიერთობები. მაშ ასე ვნახოთ ნოემბერი სასწორებისთვის. რა ენერგიებში ხართ? კრიზისული პერიოდი ფინანსურ საკითხებში, მათ შორის პირად ურთიერთობებში, სადაც იყო ფუნდამენტური ნგრევები ჩემოძრიფესებო და იყო ჩამოკიდებული სიტუაციები, სადაც საკმაოდ დიდი ხანია გადიხართ ბრძოლებში, დრო მოვიდა უკვე რომ თასებით სავსე, ნახეთ, ემოციებით სავსე, სიხარულით სავსე თასები მიერთვათ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ფუნდამენტური ნგრევების შემდეგ, რასაც საკმაოდ დიდი ხანია გადიხართ, კაფიოთ დაახლოებით -+7 თვის პერიოდია, აქ პირად ურთიერთობებში ბრძოლებია, ნგრევებია, სიცარიელია, მათ შორის ფინანსური კრიზისებიც არის ჩემოძრიფესებო და ნაკარგებს გადიოდით საკმაოდ დიდი ხანია ჩემოძრიფესებო დრო მოვიდა რომ აი ეს ყველაფერი შემოგროდეს. რა იქნება ფინანსურ საკითხებში? რა იქნება ფინანსურ საკითხებში ჩემოძრიფესებო? ფინანსებთან სხვათა შორის ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ აქტუალის ენერგია მოდის და ძალიან ძლიერი ადამიანი ტრიალებს თქვენს ირგვლივ, რომელიც შეეცდება თქვენგან რაიმე ფინანსური რესურსების მიღებას. მათ შორის ნუ გასცემთ ცესხად, იმიტომ რომ დანაკარგებია. თუ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებთ ფინანსთან დაკავშირებით, აუცილებლად დეტალურად გაიარეთ ყველა წილი და მძიმე, იმიტომ რომ აქტუალის ალბათობაა. ინტუიცია გაქვთ არაჩვეულებრივი, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თქვენს ინტუიციას, ქურუმი ქალის როლში ამოდიხართ. თუ კი აი ამ ყველაფერს სწორად გაივლით, ნამდვილად ძალიან დიდი სიძლიერე მოდის. ფინანსურ საკითხებში ნახეთ, ჯერ ერთი რო დახმარების ხელი უნდა გამოგიწოდონ ვიღაცამ, ვისაც სჭირდება რასაკვირველია და ვისთვისაც ეს აქტუალურია და სხვა შემთხვევაში ნახეთ, ვინც სამსახურში ხართ, უფრო მეტი სიძლიერე მოდის, უფრო მეტი მყარად დგომა მოდის ფინანსურ საკითხებში. კიდევ რა შეიძლება განვიხილოთ ფინანსებში? საკმაოდ ნელი, ნახე, ნელი ტემპით, მაგრამ მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე, საკმაოდ ნელი ტემპით, მაგრამ მზრდადი ხელფასი, მზრდადი შემოსავალი დაიწყება. ყოველ შემთხვევაში სამი თვის ტენდენცია, აი მაგალითად ნოემბრიდან დაწყებული ცვლილებები ფინანსურ საკითხებში ჩემოძრიფესებო მოგიტან საკმაოდ დიდ სასიხარულო ენერგიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმატებს თქვენი შემოსავლები, მათ შორის ხელფასიც, მათ შორის ბიზნესიც, თუ კი ბიზნესი გაქვთ რასაკვირველია, თუ დაქირავებული მუშა ხართ, მაშინ აქ არის პოზიციების ზრდაც, აქ არის ხელფასის ზრდაც და ასე შემდეგ. მოკლედ ნოემბერში დაწყებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ თვალსაზრისით მკაფიოდ იცვლება დაახლოებით 6 თვის ტენდენცია, ნახეთ. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა პირად ურთიერთობებში, სადაც არის გაურკვეველი სიტუაციები და კითხვის ნიშნები. რა ხდება? კი ბატონო, ვარსკვლავის სიშორეა, სიშორე მენტალური, ფიზიკური სიშორეა ჩემოძრიფესებო სასწორზე შემოდებული ეს პირადი ურთიერთობები. სამწუხაროდ თითქოს მიანდეთ ფორტუნას უკვე ბედმა გადაწყვიტოს, სამყარომ გადაწყვიტოს, როგორც ჩემთვის უკეთესი იქნება, ისე ნახეთ, ისე მოიქცეს. რაღაცა ესეთი პოზიცია გაქვთ არჩეული. აქ არის პარტნიორი, რომელსაც დისტანცია უჭირავს, ცოტა ხისტი ენერგიებია, ცოტა ცივი ენერგიებია. როგორ შეიძლება ეს ტენდენცია, ეს სასწორზე შემოდებული ეს ტენდენცია როგორ იცვლება? კონფლიქტი სამწუხაროდ, აი აქ სადაც არის გაურკვეველი სიტუაციები, აქ არის ძალიან ისეთი ღრმა კონფლიქტი ჩემოძრიფესებო სამწუხაროდ და აქ უკვე გატრიალება პარტნიორის საბოლოოდ, იმიტომ რომ ის უკვე ახალ რესურსებს უყურებს, ფიქრობს რომ ამ ურთიერთობაში სადაც ეხლა არის დისკომფორტი, იქ უკვე ამოწურულია აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი, ემოცია, სექსუალური ენერგია და ვაფშე საერთოდ ნებისმიერი შემიძლია განვიხილო ამ შემთხვევაში. კარგი. ვისთანაც არ არის პარტნიორი, რამდენად არის ალბათობა ახალი ადამიანის გამოჩენის. მოდი ვნახოთ. ჯერ კიდევ არ ხართ გამოსული იმ ძველი რაღაცა, ნახეთ, მენტალური მდგომარეობიდან. ძალიან შებოჭილი ხართ, თითქოს თქვენ თვითონვე უქმნით საკუთარ თავს საზღვრებს და არ გამოდიხართ ამ საზღვრებიდან. აქ ცოტა ილუზიის არკანიც არის. ნახეთ, მესამე პირების დახმარებით შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თქვენი. ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად. აქ არის ვირუსული დაავადებები, კი ბატონო, ყელი, ყური, ტემპერატურა, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. მნიშვნელოვანი ისეთი არაფერი არ არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ჩემოძრიფესებო. რა ტენდენციები შემოდის? კიდევ რა ტენდენციები შემოდის თქვენთვის? თქვენთვის, კი ბატონო, აი ურთიერთობიდან საბოლოოდ გატრიალება ნამდვილად არის, აქ შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვისთანაც არ არის პარტნიორი, ძალიან მალე უნდა მოხდეს პარტნიორის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც მოაქვს ახალი ენერგიები, ახალი სიცოცხლის ძალა, ახალი ემოციების ძალა, აი რაღაცა გამოფხიზლება და გამოგვიძება უნდა მოხდეს თქვენი გაზაფხულის კვირტებივით გამოდის ნელ-ნელა ეს ძალიან ლამაზი ენერგიები. ყოველ შემთხვევაში ეს მოგიტანთ ხარ
ჰარმონიას, ეს მოგიტანთ ბალანს, მათ შორის მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ აი სახლში სადაც იმყოფებით აქ არის ნეგატიური ენერგიები და კიდევ ერთხელ მინდა რომ მიაქციოთ ამას ყურადღება და გაწმინდოთ, აი თავდაყირაა სახლში ყველაფერი აბსოლუტურად. ნახე ის სიტუაციები, რომელიც უნდა წავიდეს, იმიტომ რომ კალისნიც ამომივიდა თავდაყირა, ჩემო ძვირფასებო, მიაქციეთ ყურადღება სივრცეს, სადაც ცხოვრობთ, გაწმინდეთ აურა აუცილებლად. ნახეთ, ეს ზუსტად არის განბანვის რიტუალი, გაწმენდის, მონათვლის რიტუალი და მინდა რომ ეს გააკეთოთ აუცილებლად იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი ხელი ენერგიების დაბადება. ნახეთ, აი ამ ნათლობის თუ წმენდის რიტუალების შემდეგ ნახეთ როგორ ხდება გამხმარტოთებზე გამოსული კვირტები. ეს ნიშნავს აი საიდანაც უკვე თითქოს მოლოდინი აღარ გაქვთ ემოციების თვალსაზრისით, ფინანსების თვალ იქ იწყებს ახალი სიცოცხლის გაღვიძება. ამიტომ აი ეს განახლება თქვენი ენერგეტიკის თუ თქვენი აურის თუ ასე შემდეგ, მათ შორის ჩაკრების ჩემო ძვირფასებო, მნიშვნელოვანესია ეს გადაწყვეტილება მიიღოთ ნოემბრის თვეში იმისთვის, რომ ხელახლა მოხდეს თქვენი დაბადება და თქვენი რესურსების ხელახლა შემოსვლა. ძალიან კარგი იქნება ამას თუ მიაქცევთ ყურადღებას. ეს ერთგვარად როგორც მინიშნება და როგორც რჩევა ამოვიღე ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო, ისევ იგივე შემიძლია გავიმეორო, ეს არის ახალი ნაბიჯები, კვერთხების ტულზი, ეს ნიშნავს ახალი საქმე, ახალი სიცოცხლე, ახალი ნაბიჯები, ახალი ურთიერთობა, ახალი სამსახური, ნუ ყოველ შემთხვევაში, აი კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ სამყარო გაძლევთ, გიცვით ამ შანსებს, ამ ხელს იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი ხელახლა დაბადება სამყაროში და ნებისმიერი თვალსაზრისით წინსვლა, როგორც პირადში, ასევე ფინანსურ საკითხებში. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე ძალიან მიყვარხართ. ლაიქი არ დაგავიწყდეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი.